შენთვისაც არ მომიყოლია ლადო, სულ 2-3 დღის ამბავია. მეტროში ღამე ახალგაზრდა მამა, სადღაც მაქსიმუმ 12-13 წლის შვილთან ერთად მეუღლეც იყო, ნასვამი იყო მამა, შვილს ეუნებოდა, აძლევდა ასეთ რჩევას მეტროში, ბაქანზე. შენო ბიჭო, თბილისელი ბიჭი ხარო. ეს ჩამოხეტებული ხალხი არავის თავი არ დაუხარო, ქალაქელი ხარ და შენთან ყველა ვალდებულია რომ პატივი იქცესო. ხო და ეს არის არ ვიცი, ძალიან ცუდი რჩევა ჩემი აზრით. ხო, ანუ მან ჩავერთვები ყველა შემთხვევაში რა, იმიტომ რომ ნახეთ არამც თუ ესე გამიჯნვა ადამიანების რა, არამედ ნებისმიერი გამიჯნვა, ნებისმიერი რა, ჩემთვის არის კატასტროფულად მეუღებელი და შვილებსაც სულ მაგას ვეუბნები. ადამიანებს ვიღაცას მეტად გაგვიმართლა, ვიღაცას ნაკლებად. ანუ თუნდაც გენეტიკურადაც კი შეიძლება მეტად გაგვიმართლა, ანუ მეტი რაღაც ნიჭი გვაქვს, რაღაც კეთების თუნდაც რა, ვიღაცას ნაკლები რა, ვიღაცას ან შეიძლება საერთოდ უნიჭოსაც კი ისე გაუმართლოს, რომ სადღაც რაღაცა პოზიციაზე მოხდეს, ან ვიღაცას, ანუ ადამიანები ყველა ერთი ვართ. ვიღაცა იქ ვართ, ვიღაცა აქ ვართ, მაგრამ ყველა ერთად, ყველას თანაბარ, ანუ ტოლფასად თუ არ ელაპარაკები, მაშინ შენ ადამიანს რა, ანუ არაფერი ფასი არ გაქვს რა. ეს არის მე რაც შემიძლია ვთქვა და რაც მაყურებელსაც მინდა რომ უთხრა, რომ ანუ ჩვენ ყველას ერთი ფასი გვაქვს. შესაბამისად ქედმაღალი ადამიანები საერთოდ გამორიცხულია ჩემს მაშინ არ არსებობენ, ანუ არ არსებობენ რა, შემიძლია რომ აი ესეთი კედელი აღმართო და გამომიჯნო. იმიტომ რომ რაც ქვია, ანუ მაგალითად არის ხოლმე რომ ტელეფონზე ვიღაცა დარეკავს, უკვირს რომ რაღაც ნებისმიერ კითხვას დასვავს, რომ პასუხს ძირფესვიანად უცემ რა. როგორ შეიძლება ანუ ამდენი დრო გამოუყო რა ადამიანებისთვის ესე ანუ რატო არ ანუ ეს ისეთივე ჩვეულებრივი ერთ-ერთი ადამიანია როგორც დანარჩენი ყველა და ისე შეიძლება რომ დამჭირდეს ნებისმიერის დახმარება როგორც ჩემი დახმარება შეიძლება დაჭირდეს ხო ანუ თუ მაქვს ამის შანსი რატომაც არა რა და თუ არ ნუ არა და ისედაც გიждები უცხოელი მეგობრები მიყავს ძალიან ბევრი მათ შორის ძალიან მდიდრებიც და ძალიან ღარიბებიც და გიждები აი ნამდვილ ადამიანებს რომელსაც მოსდგამთ მოდი ესე ვიტყვი ანუ იმიტომ ჩვენთან ეს პრობლემა დგას ხოლმე როგორც კი ვიღაცას ცოტა ოდნავ მეტი შესაძლებლობა აქვს ვიღაცაზე ეგრევე სხვაგან არის და კედმაღულად იყურება რაც უცხოელებში ნაკლებად ვხედავ ამას, იმიტომ რომ მათ მაინც სხვანაირი აღზრდა აქვთ ალბათ გავლილი, ჩვენ პოსტსაბჭოურის მოგზდებს მაინც გინათ ვარგინაცები რა. და რაც ამ საბჭოთა კავშირის ეპოქამ ძალიან დაანგრია ეს ჩვენი ურთიერთობების საზომები და ძალიან არეულია რომ სანამ ამას გავაბალანსებთ გაგვიჭირდება და თან ნუ ისეთ ზონაში ვართ გეოგრაფიულადაც რომ ანუ ძალიან გვიჭირს ამ რაღაც გათანაბრება რა და ამიტომ მომწონს მათი როცა წარმოიდგინეთ აი ადამიანი რომელსაც ანუ მილიონერზე არ მაქვს საუბარი ან მილიარდერი ადამიანი რომელიც შეიძლება როცა შეჯიბრია ჩვენთან ერთად იქ გავარდეს რაღაც ყალი მოიტანოს რაღაც აქნას ანუ საერთოდ ვერ მიხვდები ამ ადამიანს თუ შენზე ოდნავ მეტი რაღაც შესაძლებლობა აქვს რა ესეთი ურთიერთობის არიან და ნუ გიждები რა თქმა უნდა ესეთ ადამიანებზე და მეც ვცდილობ ჩემი მხრივ რამდენის შანსიც მაქვს რომ ყველა ადამიანის თანაბარი ვიყო მნიშვნელობა არ აქვს სად არის და მგონია რომ შვილებიც ესე უნდა აღზარდოთ დიდი იმედი მაქვს ის ბავშვი მამამისის რჩევებს არ გაითვალისწინებს იმედი მაქვს არ გაითვალისწინებს იმიტომ დაანგრევს ეგ რჩევა რა თქმა უნდა დაანგრევს ახლა ჩემნაირი მაგისტრის ყოველთვის იქნება მეორე ხარისხოვანი